მე ვარ სალომე თურმანიძე, 13 წლის. ვსწავლობ შუაღელით საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცეკვა, ხატვა და გართობა. ამ სამიდან ყველაზე მეტად მიყვარს ცეკვა. უკვე 8 წელია ვცეკვავ ანსამბლ დავლაში. მახსოვს პირველი დღე ცეკვაზე რომ მივედი. ნერვიულობდი, მეშინოდა. ზოგიერთს ვიცნობდი, ზოგიერთს არა. მინდა და ახლოს გამეცნო ყველა. ბავშვების უმეტესობას ვიცნობდი და პირველ დღეს გავიცანი მასწავლებელი. ჩემი ქორეოგრაფია ნიკა სარდალაშვილი. ის არის ყველაზე კარგი მასწავლებელი, მომთხოვნი, სერიოზული, ხიარულიც, ბავშვებთან კომუნიკაცია ძალიან გამოსდის და რაც მთავარია უყვართ ცეკვა და ბავშვები. თავიდან ყველაზე უფრო გამიჭირდა ტრიალების კეთება. ყველაზე ადვილი იყო ნასწავლი ლეთების გამეორება. ჩემი საყვარელი ცეკვაა აჭარული. რამდენიმე ცეკვაში ვარ სოლისტი. ჭარულში ვარ, მთიურულშიც ვარ, ხევსურულშიც ვარ. რაჭულშიც ვარ. პირველად მასწავლებელმა სოლო რომ შემომთავაზა, მოულოდნელი იყო ჩემთვის. სახში ყველას უთხარი, ყველას ძალიან გაუხარდა, მაგრამ ყველაზე მეტად მე მიხაროდა. იმდენი კონცერტი მქონდა, რომ უკვე აღარ ვიცი. ყველაზე კარგად დამამახსოვრდა ალანიის გასტროლი. კარგათაც ვიცოკვეთ და კარგათაც გავერთეთ. ჩემს სოლო კონცერტს ვისურვებდი პარიზში. უკვე წარმომიდგენია, როგორი აფიშა მექნებოდა. აფიშაზე იქნებოდა ჩემი ფოტო. დგავარ სცენაზე და მაცვია აჭარულის ფორმა. აფიშას ქართულ და ფრანგულ ენებზე აწერია ცნობილი ქართველი მოცეკვავე სალომე თურმანიძე. ჩემი გეგმაა რომ კიდევ ვიცეკვო 3 წელი. მერე დავამთავრებ სკოლას და ჩავაბარებ უნივერსიტეტში. უკვე გადაწყვეტილი მაქვს პროფესია და მინდა გამოვიდე ექიმი. ბავშვობაში მინდა და გამოვსულიყავი მოცეკვავე. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემით ვისწავლე. ყველაზე ხშირად ვხატავ ბუნებას. ჩემი საყვარელი ფერია მწვანე და არ მიყვარს შავი. იმიტომ რომ ძიმე და ჭუჭყიანი ფერია. ნახატებს არ უხტება. ვაგროვებ ჩემს ნახატებს, იმიტომ რომ როცა გავიზრდები, გავიხსენო ჩემი ბავშვობა. ჩემი აზრით ბავშვობა მთავრდება 15 წლის ასაკში. ისე მომწონს ჩემი ბავშვობა, რომ არ მინდა დიდი ხანი გავიზარდო. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ ძალიან კარგი მასწავლებლებია, ძალიან კარგად ასწავლიან და მეგობრული ურთიერთობა მაქვს თითოეულთან, ასევე ბავშვებით ძალიან კარგია, მეგობრული ურთიერთობა მაქვს ბავშვებთანაც. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ლიზა ართმელაძე. ყველაზე მშვიდია ელენი დავითაძე. ყველაზე ცელქია ნიკა ჯავახიშვილი. ყველაზე ბედნიერი მგონია მარი კონცელიძე. მე ვარ ყველაზე ლამაზი და ყველაზე ჭკვიანი. ჩემი საყვარელი საგანია ფიზიკა. ყველა მასწავლებელი ისე მიყვარს, რომ ვერცეც ვერ გამოვარჩევ. სახში ცხოვრობ მე, დედა, მამა, ბებია და ჩემი და. კიდე მინდა მყავდეს ერთი პატარა ძამიკო. ჩემი და არის 12 წლის და ქვია ანა. ის არის ჭკვიანი, სერიოზული, პრანჭია და ცნობის მოყვარე. ჩემი აზრით ანაც გამოვა ექიმი. მამიკო არის სიმპათიური, ჭკვიანი, შრომის მოყვარე, ხიარული, სტუმართმოყვარე და ჩემი სურვილების ამსრულებელი. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, ჭკვიანი, მზრუნველი, გამგებიანი, კეთილი, სტუმართმოყვარე და კარგი დიასახლისი. ბები არის კარგი კულინარი, დიასახლისი, გამგებიანი, კეთილი, შრომის მოყვარე და მზრუნველი. ძალიან მიყვარს ბებია შემწვარი კარტოფილი და დედიკოს გაკეთებული კექსი. მე ყველაზე კარგად გამომდის ტორტის გამოცხობა და ყავის მოდუღება. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია ბიძია თომას ქოხი. არ მიტირია, მაგრამ ძალიან სევდიანი იყო და განვიცადე. ფილმების ყურებაც მიყვარს და ჩემი საყვარელი ფილმია მარტო სახლში. მეც მინდა მარტო ვიყო სახლში. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაქრობდი ბოროტებას. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ესპანეთში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში? მე კოსმოსში გავფრინდებოდი სესილი გოგიტიძესთან ერთად. ის არის ჩემი მეზობელი, ბავშვობის მეგობარი და კარგი გოგო. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია პატარა ძამიკო. ბედნიერება არის მეგობრებთან ერთად ყოფნა და ჩემი ლამაზი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.